ქალბატონებო და ბატონებო, გილოცავთ თეატრის საერთაშორისო დღეს 27 მარტი. ეს არის აღიარებული თეატრის საერთაშორისო დღეს. ძალიან ბევრი ორგანიზაცია ზეიმობს, ძალიან ბევრი თეატრი აღნიშნავს ასევე საქართველოშიც და ცოტამ თუ იცის ამ დღის წარმოშობის ისტორია. თქვენ იცით რომ ეს არის დაფუძნებული ორგანიზაცია ITI-ის, ეს არის International Theatre Institute, საერთაშორისო თეატრის ინსტიტუტი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაარსდა UNESCO-ს მიერ და UNESCO-ს დარჩა ამჯერად 4 მიმართულება და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება არის თეატრის მიმართულება. აი ამ დიდ ორგანიზაციაში გაერთიანებულია უამრავი თეატრი გლობალურად. მისი head office, ცენტრალური ოფისი ამჯერად არის შანხაიში. შანხაიმ დაუთმოთ ძალიან დიდი სამსართულიანი შენობა, გადასცა საჩუქრად UNESCO-ს აი ამ თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტს. მინდა გითხრათ, რომ აი ამ ორგანიზაციამ შემდეგ უკვე იმისთვის, რომ აეღორძინებინა კულტურული მოძრაობა თეატრის სახით, არა მარტო თქვა დრამატული თეატრის, არამედ საშემსრულებლო ხელოვნების მიმართულებით, ცეკვა, საბავშვო თეატრი, თოჯინების თეატრი, დრამა, მუსიკალური თეატრი, ამ მიმართულებით დაიწყო მოძრაობა, გაერთიანება უამრავი ორგანიზაციის და შემდეგ დაგვირგვინდა ეს მოძრაობა 50-იან 60-იან წლებში უკვე დიდმა ჯონ პრისტლიმ, ბოიტონ პრისტლიმ, ეს ინგლისელი დრამატურგი, მან 1960-იან წლებში გამოაცხადა ეს დღე 27 მარტი, თეატრის საერთაშორისო დღე წოდებული და ეს წარმოშობა ამ დღის წარმოშობა ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ საქართველოშიც არსებობს თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის ეროვნული ცენტრი, რომლის პრეზიდენტი ვარ მე, აღმასრულებელი მდივანი გახლავთ ლევან ხეთაგური, რომელიც ახლა უკვე ცენტრალურ ოფისში გადავიდა სამუშაოდ, ის დიდ საბჭოში გაწევრიანდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ჩვენი ყურადღებისთვის, ჩვენი ორგანიზაციის, ასე ვთქვათ, ყურადღების ცენტრში მოქცევის თვალსაზრისით. ასევე მინდა ვთქვა, რომ 96 წლიდან არსებობს ეს ცენტრი აქ, საქართველოში და ყოველ წელს ძალიან მოკრძალებულად, მაგრამ სტაბილურად ძალიან ბევრ ღონისძიებას ვატარებთ. ამ ეტაპზე 2025 წელს ტარდება 3 ფესტივალი, რომელიც დაგეგმილი გვაქვს. ეს ფესტივალი არის პირველი ფესტივალი გახლავთ ორკაციანი სპექტაკლების ფესტივალი, რომელიც ეგვიპტის, არაბული ქვეყნებიდან განსაკუთრებით ბევრი სტუმარი ყავს და აი ესეთი ერთგვარი აბრეშუმის გზის ქვეყნების აღმოსავლური ნაწილის სპექტაკლები იქნება წარმოდგენილი, ორკაციანი დუო დრამები. იცით რომ საქართველოში არსებობს მონოდრამის ფესტივალი, მაგრამ ამ ფორმასაც ორკაციან დრამებს ძალიან საინტერესო ფორმა აქვს თეატრალური და პირველად ჩამოდიან ისეთი ქვეყნები, როგორც არის საუდის არაბეთი, ყატარი, ომანიდან გვეყოლება სტუმრები, რასაკვირველია ევროპიდან და რუმინეთიდან კონკრეტულად, თურქეთიდან და ასევე იაპონიიდან წარმომადგენლობა. ეს საკონკურსო ტიპის ფესტივალია, გახსნა ტარდება მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრში 2 აპრილს, ხოლო დახურვა იქნება სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის თეატრის დარბაზში. გამოვლენილები იქნებიან, დაჯილდოვდებიან გამარჯვებულები სხვადასხვა კატეგორიებში. ეს არის ერთი ფესტივალი, რომელიც სულ ახლა იდგამს ფეხს. სიტფი, ასე მეძახით ჩვენ შინაურები, სიტფი ჯორჯია. თქვენ შეგიძლიათ საქართველოს ITI-ის ცენტრის Facebook-ზე იხილოთ ინფორმაცია. და მნიშვნელოვანია კიდევ იმით, რომ ეს ერთგვარი ხიდია ევროპასა და აი ამ ქვეყნებს შორის, იმიტომ რომ იცით რომ არაბულ ქვეყნებში ისე ძალიან კარგად არ არის განვითარებული დრამა. იმ ფორმით, რა ფორმითაც ევროპაში და ჩვენთან საქართველოსია განვითარებული და მნიშვნელოვანია კიდევ იმიტომ ჩვენთვის, რომ საქართველო გახდა ერთგვარი ხიდი
ევროპასა დასავლეთ ევროპის თეატრსა და აღმოსავლურ ევროპას შორის. ჩამოდიან ძალიან მნიშვნელოვანი სტუმრები, რამდენიმე ტელევიზია ჩამოდის ეგვიპტიდან. ეს თბილისის მერია დაგვეხმარა ამ ფესტივალის მასპინძლობაში და ასევე მინდა ვთქვა, რომ ეს არის ეგვიპტის კულტურის მინისტრის პატრონაჟით ქვეშ ტარდება. და ძალიან სერიოზული სტუმრები ჩამოგდა. ვფიქრობ, რომ ჩვენი თეატრებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამ ჩვენთან ეროვნულ ცენტრში არის გაწევრიანებული რამდენიმე ქართული თეატრი და თქვენ შეგიძლიათ იხილოთ ეს თეატრები iti.georgia.com-ის ჩვენს ვებსაიტზე და ყოველ წელიწადს ხო გავაგრძელებ იმით, რომ შემდეგი ფესტივალი, ტრადიციული ფესტივალია, უკვე 1 ივნისიდან 4 დღის განმავლობაში იქნება საბავშვო სპექტაკლები. ეს საბავშვო არის სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის. ძალიან საინტერესო სპექტაკლები, აი 6 თვის ბავშვიდან დაწყებული 3 წლამდე შეუძლიათ მშობლებს ეს თამაშის პრინციპით არის, ანუ თეატრში ბავშვობიდან ასე ვთქვათ პირველი ნაბიჯები, თეატრალური ნაბიჯები შეიძლება ასეც კი ჩაითვალოს. ეს საგანმანათლებლო პროექტია და ძალიან გვიყვარს ეს პროექტი საბავშვო სპექტაკლების ჩამოტანა. რამდენიმე ქვეყანა ჩამოდის, სხვადასხვა, მათ შორის არის იტალია, მათ შორის არის ჩინეთი და მთელი მსოფლიოდან ისეთი პატარა ბავშვებისთვის ითამაშებენ. ეს დასაკვირველი სიტყვების გარეშე, ანუ ენის ბარიერი არ არსებობს, ასე რომ ეს უთამაშებზე აღებული სპექტაკლებია, საინტერესოა ფორმის მხრივ. შემდეგ უკვე ივნისის შუა რიცხვებში არის ცეკვის მოძრაობის თეატრის, ანუ ცეკვის ფესტივალი, სადაც ჩამოდიან სხვადასხვა ასევე ქვეყნებიდან. ესა მცირე ზომის დასები, მაგრამ მნიშვნელოვანია იმით, რომ ქართულ მცირე დასებთან, ასე ვთქვათ, მეგობრობა ჩნდება და გრძელდება ეს მეგობრობა, უკვე ინაცვლებს ეს სიტყვი, რასაც ჩვენ 2 აპრილს ვაპირებთ ხო დაწყებას. ეს მოძრავი ფესტივალია და შემდეგ უკვე სხვა ქალაქში იქნება და ჩვენ მოგვიწევს იქ გამგზავრება. ასე რომ ესეთი მოძრაობა ტარდება ხოლმე ამ ITI-ის კოლგის ქვეშ, უამრავი ღონისძიება. ასევე მინდა თქვათ ჩვენს მაყურებელს, ვინც დაინტერესებულები არიან, მოვიდნენ, ვეპატიჟებით მათ. ნახეთ არაბული სპექტაკლები, ნახეთ აღმოსავლეთის მიერ გაკეთებული ორკაციანი სპექტაკლები, ასევე ევროპიდან, იაპონიიდან. და რა ვიცი, ამ პროცესს თეატრალების გარდა მე მგონი მკვლევარებმაც უნდა და არაბული ენის სპეციალისტები განსაკუთრებით გვინდა რომ მოვიწვიოთ, ვისაც ეს ქვეყნები აინტერესებს, სწავლობენ სტუდენტები, ძალიან დიდი სიამოვნებით დავპატიჟებდით ყველას მათ ჩვენთან. ეს არის მოკლე რაც შეეხება და მთავარი რაც არის ყოველ წელიწადს საერთაშორისო თეატრალური ინსტიტუტი ირჩევს ერთ გამორჩეულ პიროვნებას, რომელიც 8 წელი არის შეფასებული და დაფასებული ამ საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ თეატრის მიმართულებით და ყოველ წელს ერთი გამორჩეული ხელოვანი ულოცავს მთელ მსოფლიოს თეატრის საერთაშორისო დღეს და წელს ტეოდოროს ტერზოპოლუსი მიულოცავს მთელ მსოფლიოს თეატრის საერთაშორისო დღეს, რომლის ვიდეოს უფლება, ასე ვთქვათ, პირველი გაშვების უფლება ცოცხალ ეთერში გვაქვს ჩვენ და გასაკვირველი ევრონის ჯორჯიის ეთერში ეს იყო ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ასე ვთქვათ, საამაყო. ასე რომ აი წარმოგიდგენთ ამ ვიდეოს და კიდევ ერთხელ გილოცავთ თეატრის საერთაშორისო დღეს. Μπορεί το θέατρο
შეუძლია თუ არა თეატრს გაიგონოს ჩვენი დროის განგაში ზარი. გაიგოს სამყაროში, სადაც გაღატაკებული ხალხი ვირტუალურ რეალობაშია გამომწყვდეული და პირად სივრცეშია ჩაძირული, რომელიც აღჩობს. სამყაროში, სადაც რობოტები ქმნიან ყოფიერებას, სადაც ტოტალიტარული სისტემები, კონტროლი და რეპრესიები მთელ სიცოცხლეს მოიცავს. გრძნობს თუ არა თეატრი ეკოლოგიის გაანადგურებას, გლობალურ დათბობას, ბიომრავალფეროვნების გაქრობას, ოკეანეების დაბინძურებას, მყინვარების დნობას, ტყის ხანძრების სიხშირეს და ბუნების სხვა კატასტროფებს. შეუძლია თუ არა თეატრს ეკოსისტემის აქტიურ ნაწილად იქცეს. უკვე მრავალი წელია თეატრი ხედავს თუ რა გავლენას ახდენს ადამიანი პლანეტაზე, თუმცა უჭირს ამ პრობლემასთან გამკლავება. დააგდობს თეატრი ადამიანთა ყოფაზე, იმ ყოფაზე, რომელიც 21 საუკუნეში ყალიბდება, როდესაც მედია გაერთიანებები და საზოგადოებრივი აზრის შემქმნელი კომპანიები პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესებით ახდენენ ხალხით მანიპულირებას. როდესაც სოციალური მედია ხდება კომუნიკაციის მთავარი წყარო, რადგან ის უზრუნველყოფს ასე აუცილებელ უსაფრთხო მანძილს სხვებისგან და ჩვენს ფიქრებსა და ქმედებებს აკონტროლებს სხვის მიმართ შიშის ყოვლის მომცველი გრძნობა. ფიქრი, რომ ის უცხოა, რომ განსხვავებულია. Όπου τα μέσα κοινωνικής δικτύωσης, όσο και αν διευκολύνουν, αποτελούν το μεγάλο άλοθη της επικοινωνίας, γιατί προσφέρουν την απαραίτητη απόσταση ασφαλείας από τον άλλον. Ένα διάχυρο. და შეუძლია თუ არა თეატრს რომ იქცეს მაგალითად განსხვავებულთა თანაარსებობის ადგილად. არად ჩააგდოს ღია ჭრილობა, რომელიც მითების გაცოცხლებას იწვევს. და როგორც ჰაინერ მიულერი იტყოდა, მითი არის აგრეგატი, მანქანა, რომელსაც ყოველთვის შეუძლია ახალი მანქანების დაკავშირება და ის გარდაქმნის ენერგიას მანამდე, სანამ აჩქარება არ ააფეთქებს კულტურის სფეროს. მე დავამატებდი ბარბაროსობის სფეროს. Είναι ένα σώρευμα, μια μηχανή στην οποία μπορούν να προσαρτώνται συνεχώς καινούριες κι άλλες μηχανές. Μεταφέρει την ενέργεια. და განა შეუძლია თეატრს გამოუვლინოს სოციალური ტრავმა და არ ფოკუსირდეს მხოლოდ საკუთარ თავზე. ეს ის კითხვებია, რომლებიც არ იძლევა გადამჭრელ პასუხს. და თეატრი არსებობს და ცოცხლობს პასუხისგაუცემელი კითხვების წყალობით. იმ კითხვების წყალობით, რომელიც დიონისემ წამოჭრა, რომელმაც გადალახა დროისა და სივრცის საზღვრები, გამოიარა ომის ქარტეხილები. და დღეს, მსოფლიო თეატრის საერთაშორისო დღეს, მოდი თვალებში ჩავხედოთ დიონისეს, თეატრისა და მითების ღმერთს, რომელიც წარსულს, აწმყოსა და მომავალს აერთიანებს. Ερωτήματα που πυροδότησε ο Διόνυσος, περνώντας από το γενέθλιο τόπο του, τη θυμέλη του αρχαίου θεάτρου και συνεχίζοντας σιωπηλός το προσφυγικό ταξίδι του σε τοπία πολέμου σήμερα, την Παγκόσμια ημέρα του θεάτρου. ზევსისა და სემელეს მიერ, ორჯერ დაბადებულ ღმერთს, იდენტობის გამომხატველს, დიონისეს, მამაკაცსა და ქალს, მრისხანესა და კეთილს, ღვთაებრივსა და ცხოველურს, სიგიჟისა და საღი აზრის ღმერთს, წესრიგისა და ქაოსის ღმერთს. დიონისე ფუნდამენტურად აყენებს კითხვას, რისთვისაა ეს ყველაფერი და ეს შეკითხვა უბიძგებს შემოქმედს მითების ფესვების უფრო ღრმა ძიებისკენ, ადამიანის იდუმალების მრავალი განზომილების აღმოჩენისკენ. ჩვენ გვჭირდება თხრობის ახალი გზები, რომელიც მიზნად ისახავს მეხსიერების გაღვიძებას და ახალი, მორალური და პოლიტიკური პასუხისგებლობის ჩამოყალიბებას, რათა დავაღწიოთ თავი შუა საუკუნეების მაგვარ მრავალწახნაგოვან დიქტატურას. Από την πολύμορφη δικτατορία του σημερινού μεσαίωνα.